ვაგრძელებთ New Hospital-ის ყოველკვირეული რუბრიკით კორონარული არტერიების დაავადების პრევენცია. ეს იქნება თემა, რომელზეც სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, როგორ ვლინდება და რა იწვევს კორონარული არტერიების დაავადებას. რა როლი აქვს კორონაროგრაფიის პროცედურას კორონარული არტერიების მკურნალობის პროცესში. ამ და სხვა თემებზე ვისაუბრებთ ექიმ კარდიოლოგ ბესიკ გოგორიშვილთან ერთად. ბესიკ, მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოდით ამაზე საუბრით დავიწყოთ, როგორ ვლინდება და ზოგადად რა იწვევს კორონარული არტერიების დაავადებებს. კორონარული არტერიების დაავადება არის ყველაზე გავრცელებული დაავადება დღევანდელ მსოფლიოში. მისი გამომწვევი არის ზოგადად ათეროსკლეროზული ფოლაქების, ეს ცხიმოვანი ქოლესტერინის ფოლაქების ჩალაგება გულის სისხლძარღვებში, რომელიც საბოლოოდ იწვევს სტენოკარდიას ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტს. როგორც წესი, პაციენტებში ეს ვლინდება ტკივილით გულმკერდში მოჭერა, ზეწოლა, მოხრჩობის შეგრძნება, ზოგჯერ ქოშინი, მცირე ფიზიკური დატვირთვის აუტანლობაც ზოგჯერ. და ყოფილა გონების კარგვის შემთხვევებით და ყველაზე საშიში. ალბათ როგორც ყველაფერს სხვა, ამასაც აქვს რისკ ჯგუფები, ხო? რა არის? ვინ უნდა იყოს განსაკუთრებით ყურადღებით ამ სიმპტომების მიმართ? ზოგადად ტრადიციულად ითვლებოდა და დღესაც ითვლება, რომ მაღალი რისკის ჯგუფებს განეკუთვნება პაციენტები, ვისაც აქვთ არტერიული ჰიპერტენზია, აქვთ ჩაქრიანი დიაბეტი, აქვთ ქოლესტერინის ცვლის მოშლა ზოგადად. და ამასთანავე განეკუთვნება პაციენტები, ვისაც აქვთ ჭარბი წონა და სხვა ტრადიციული რისკ ფაქტორები, თქვათ ასაკოვანი მამაკაცების შედარებით და უკვე ასაკში ყველა ქალბატონიც მათ შორის, მაგრამ კი ცხოვრების წესით აუცილებლად, მაგრამ დღესდღეობით უკვე უამრავი ახალი კვლევა ჩატარდა, სადაც გამოიყო ისეთი რისკ ფაქტორები, რომლებსაც ჩვენ ნაკლებად ვაქცევდით ყურადღებას. მაგალითად, ეს არის სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც დამოუკიდებელ რისკ ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ. შეიძლება ეს იყოს არაჯანსაღი ცხოვრების წესი, მჯდომარე ცხოვრების წესი, სტრესი, უძილობა, ჰაერის დაბინძურებაც კი. ანუ ეს რისკ ფაქტორები, რომელიც დღესდღეობით ითვლება უკვე დამატებით რისკ ფაქტორებად და პაციენტებმა, ვინც არის ასაკში, აქვთ არასათანადო სოციო-ეკონომიკური გარემო და სტრესი, ითვლებიან მაღალი. სტატისტიკას უნდა შევეხოთ. საქართველოს სტატისტიკა, როგორც წესი, ამ მიმართულებით ესე ცალკე არ გვაქვს ხოლმე, მაგრამ მსოფლიოს სტატისტიკა როგორია და რამდენად ახასიათებს ამ პრობლემასაც გაახალგაზრდავება, ისევე როგორც ბევრ სხვა პათოლოგიასთან პრობლემას. კი, ნამდვილად საქართველოს რომ შევეხოთ, სამწუხაროდ საქართველო ითვლება ძალიან მაღალი რისკის ქვეყანად ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადების განვითარების მხრივ. რას ნიშნავს ეს ძალიან მაღალი რისკი? ეს ნიშნავს, რომ თქვა დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, როგორც არის საფრანგეთი, ბრიტანეთი, მათთან შედარებით საქართველოში მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიდან სხვა ათეროსკლეროზული კარდიოვასკულური დაავადებების სიკვდილობის რისკი არის 3-4-ჯერ უფრო მაღალი. ამიტომ ჩვენი მიზანია და ეგრე არის მოწოდებული და რეკომენდაციებიც ეგეთი იწერება დასავლეთიდანაც და ჩვენთანაც, რომ ჩვენს პაციენტებთან უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილები, უფრო აგრესიულები თავიდანვე პრევენციაში, დიაგნოსტიკაში, საბოლოო სამიზნეების მართვაში და ასე შემდეგ. აი ეს სტატისტიკა, რაც თქვენ თქვით, ხო არ არის დაუშვათ გამომწვეული იმითაც, რომ ზოგადად ჩვენ საზოგადოებაში ექიმთან კონსულტაციის რაღაცა ეს ჩვევაც თითქოს და შეიძლება იყოს გამოწვეული, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ანუ არსებობს უკვე ისეთი რისკ ფაქტორები გამოვლინდა, რომელმაც შეიძლება განაპირობოს. თუნდაც ცუდი სოციო-ეკონომიკური გარემო არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტი არის დასტრესილი და ასე შემდეგ, მხოლოდ მას არ აქვს ხელმისაწვდომობა სათანადო, თქვათ, სამედიცინო მომსახურებაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ყველა შემთხვევაში ზუსტად ჩვენ ვერ გამოვყავთ, მაგრამ ეს რისკები არის, რამაც აჩვენა სამწუხაროდ სოციო-ეკონომიკურ გარემოში ვერ გავაუმჯობესებთ ასე დრამატულად ექიმები, ვთქვათ, როცა პაციენტი მოდის ჩვენთან ვიზიტზე, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით უფრო ფხიზლები ყველასთან ვიქნებით, მაგრამ მათთან უფრო აგრესიულები ვიქნებით რაღაცას. და ეს რეკომენდაციებიც ზუსტად ამას მოიცავს, ხო? რა უნდა იყოს რეაგირება პაციენტის მხრიდან, როცა ის ნიშნები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, გაჩნდება და რამდენად მალე უნდა მოხდეს ექიმთან ვიზიტი? რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი ანუ სიტყვა რაც შეიძლება პაციენტებთან მივიტანოთ ის, რომ არასოდეს არ უნდა დაიწყონ მკურნალობა თვითნებურად. ეს არის დიდი შეცდომა, შეიძლება უფრო გააუარესოს მათი გამოსავალი. მკურნალობა, რა თქმა უნდა, უნდა დაიწყონ ექიმთან ვიზიტით,
უნდა იქნას გამოკვლეული პაციენტის ყველა ასპექტი, როგორც არის თვითონ ჩივილების ხასიათი, ოჯახური ანამნეზი, ანუ ისტორია, გადატანილი დაავადებების, შემდეგ იქ იქნება საჭიროების მიხედვით კარდიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, ეხოკარდიოგრაფიული კვლევები და ასე შემდეგ და თუ საჭირო გახდება ინვაზიური კვლევებსაც დავნიშნოთ, როგორც ერთად კორონაროგრაფია. აი, ერთს კითხავთ ასეთი რამ მაინტერესებს, თქვენ თქვით, რომ ერთგვარი ეს ათეროსკლეროზული კერები გამომწვევი მიზეზია. ათეროსკლეროზული კერები გულის მიმდებარედ თუ შეიძლება სხვაგან არსებობდეს ათეროსკლეროზული კერა და ეს გახდეს გამომწვევი მიზეზი. ათეროსკლეროზული, თვითონ ეს ათეროსკლეროზი ან ეს ცხიმოვანი ფოლაკები ნებისმიერ არტერიაში შეიძლება ჩალაგდეს. ეს შეიძლება ჩალაგდეს აორტაში, შეიძლება ჩალაგდეს თავის ტვინის მკვლევარების სისხლძარღვებში, შეიძლება ჩალაგდეს ნებისმიერ სისხლძარღვში. უბრალოდ ჩვენ შემთხვევაში, როდესაც საუბრობთ კორონარული არტერიების დაავადებას, კორონარული არტერიები უშუალოდ გულის მკვლევარების სისხლძარღვებია. მაგრამ სისტემა, არტერიული სისტემა შეგვიძლია გამეხილოთ ერთიანად და სადმე რომელიმე სისხლძარღვში არსებული ერთი ათეროსკლეროზული ფოლაკი, რომელსაც ჩვენ აღმოვაჩენთ, ეს უკვე ნიშნავს, რომ ამ პაციენტს აქვს ძალიან მაღალი რისკი ინფარქტის, სტენოკარდიის და იგივენაირი მკურნალობა უნდა იყოს დაახლოებით იგივენაირი მკურნალობა უნდა იყოს დაწყებული, როგორც ვთქვათ, დავიწყებდით ინფარქტიან პაციენტში. ბატონ ბესიკ, თქვენ ნაწილობრივ შეეხეთ, მაგრამ მაინც ბევრს აინტერესებს ხოლმე პროცედურულად, ვთქვათ, დიაგნოსტირება რას მოიცავს, რამდენ ხანს გრძელდება, სჭირდება თუ არა პაციენტს გარკვეული მომზადება ამისთვის. კი, ანუ ერთი არის, რაც მინდა დავაზუსტო, თუ პაციენტს აქვს ჩივილები, მწვავე ჩივილები, ძალიან საშიში ჩივილები, როგორც არის ძლიერი ტკივილი გულმკერდში, რომელიც არ წყდება, არ კუპირდება, რომელსაც აქვს სუნთქვის გაძნელება, გონების კარგვა, ვერ სუნთქავს, ასეთ შემთხვევაში უნდა გამოიძახოს სასწრაფო დახმარების ბრიგადა და სამედიცინო დაწესებულებაში უნდა გადაიყვანონ დაუყოვნებლივ. მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ შედარებთ, რომ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რა თქმა უნდა მივიდეს ექიმთან, დაწყებული იქნას ისევ და ისევ სამედიცინო ისტორიის და ჩივილებით და შემდეგ უკვე საჭიროების მიხედვით იქ ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრასონოგრაფია, დატვირთვის ტესტი, რომელიც სხვა შემთხვევაში უფრო მიმალულ სიმპტომებს უფრო მეტად გამოავლენს, კარდიოგრაფიული იქნება ეს თუ კლინიკურ სიმპტომებს და შემდეგ უკვე უნდა მოხდეს საჭიროების შემთხვევაში, ვთქვათ, კორონაროგრაფიის ჩატარებაც და მკურნალობა უკვე დაიგეგმება. კორონაროგრაფიის პროცედურასაც შევეხოთ და მის მნიშვნელობას და ნეოჰოსპიტალში შესაძლებლობებს რა როლი აქვს, რა უნდა იცოდეს პაციენტმა, რის მიხედვით შეარჩიოს კლინიკა. კი, კორონაროგრაფია ინვაზიური კვლევის მეთოდია, ანუ საჭიროებს სპეციალურ ჩარევას, ეს მაღალტექნოლოგიური კვლევა არის და ოქროს სტანდარტად ითვლება კორონარული არტერიების დადასტურების ან გამორიცხვის შემთხვევაში ჯერჯერობით, ვინაიდან ხდება ძალიან ნატიფი სურათის მიღება გულის სისხლძარღვების და თუ იქ შევიწროვება არის კიდე დამატებითი მეთოდების გამოყენებით, უფრო ზუსტ სურათს ვიღებთ თუ რა ხდება გულის სისხლძარღვებში და ამასთანავე ხდება მკურნალობა თუ საჭირო გახდება, დაუყოვნებლივ მოხდება იმ სისხლძარღვის გამავლობის აღდგენა, რაც შეეხება ნიუჰოსპიტალში ჩვენ საკმაოდ დიდი კარდიოლოგიური დეპარტამენტი გვაქვს, აბსოლუტურად ყველა კვლევა, რაც შეეხება კორონარული არტერიების დაავადების გამორიცხვას ან დადასტურებას, რაც ჩვენს რეგიონში არსებობს, ყველა კვლევა გვაქვს, მკურნალობის მეთოდები გვაქვს, ძალიან დიდი ამბულატორია, თავისი ეხოლაბით, თავისი ლაბორატორია სრულად აღჭურვილი, დატვირთვის ტესტი, გულის MRI, რაც შეეხება სტაციონარში გვაქვს დიდი ინტენსიური ყოფილება გვაქვს, სადაც მწვავე და გეგმიური პაციენტები, რა თქმა უნდა, ყველა იმართება შესაბამისად და გვაქვს საკმაოდ დიდი კარდიოინტერვენციული დეპარტამენტიც, სადაც ხდება რეალურად კორონაროგრაფიული კვლევის ჩატარება, ამასთანავე ხდება სტენტის იმპლანტაცია, რომელიც მეორე ყველაზე ახალი თაობის სტენტების იმპლანტაცია ხდება, ნაკლები გართულებების რისკით და შედარებით უფრო ახალი მეთოდი არის საქართველოსთვის როტაბლაციის მეთოდი ქვია, როდესაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იყოს სტენტის იმპლანტაცია და რევასკულარიზაცია, ეს ბევრად უფრო ადვილად და პაციენტისთვის უსაფრთხოდ ახერხებს გულის სისხლძარღვების გამავლობის აღდგენას. და თუ ვერ ხდება საბოლოოდ ინტერვენციით ჩარევა და ინტერვენციით რევასკულარიზაცია, ასეთ შემთხვევაში გვაქვს
დიდი ძალიან მძლავრი კარდიოქირურგიული სამსახური, რომელიც უკვე ღია წესით მოახერხებს აორტოკორონარული შუნტირების. ყველასკენ და წავიდეთ და ალბათ რეკომენდაციებით უნდა დავასრულოთ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს ამ შემთხვევაში. პრევენცია არის რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ პაციენტებში გამომდინარე იქედან, რომ ის რისკები, რომლებიც არის დიაბეტი, ჰიპერტენზია, ეს დაავადებები უნდა იმართოს. უნდა მოხდეს აუცილებლად წნევის ციფრების დარეგულირება, ასევე ის რისკები, მჯდომარე ცხოვრების წესი, არაჯანსაღი კვება, არაჯანსაღი ცხიმის მიღება, ყველაფერი ეს მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ეს რისკები. მაგრამ თუ პაციენტს უკვე დადასტურებული აქვს ათეროსკლეროზული კარდიოვასკულარული დაავადება, გადატანილი აქვს ინფარქტი, ასეთ შემთხვევაში უნდა მოვახდინოთ მისი განმეორებითი შემთხვევების პრევენცია აუცილებლად. ეს გულისხმობს ამ ღონისძიებების გარდა დამატებით იმ ექიმის და პროფესიონალის მიერ შერჩეული მედიკამენტების რეგულარული მიღებას, არავითარ შემთხვევაში თვითმკურნალობას, არავითარ შემთხვევაში თვითნებურად მედიკამენტების შეწყვეტა არ შეიძლება, რომ მივიღოთ შესაბამისი შედეგი. ძალიან დიდი მადლობა.